ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიხილე ის, რასაც პატერიკების კითხვისას გონებაში წარმოვიდგენდი. იმ დროს მწუხრის ლოცვა მიმდინარეობდა და მივხვდი, რომ ეს ნამდვილად პატერიკებში აღწერილ მონაზონთა კრებული იყო. სირბილით ავდიოდი და ვტკბებოდი იმ მადლის სიმდიდრით, რომელიც იქაურ მამებში, ბერ გერმანეში, ბერ ათანასესა და დანარჩენ მამებში მკვიდრობდა. პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ დაფნიში ჩასულს ერთგვარი დემონური ენერგია დამეუფლა და მაბრკოლებდა ყველაფერი, რასაც გარშემო ხედავდი. მძაფრი დემონური ზემოქმედება მქონდა. ეშმაკმა მთელი ღამე თავდაყირა დამიყენა. დაგლოცეთ მეუფეო, ქრისტემ დაგლოცოთ. მოგონებები წმინდა მამებზე. როგორც კი 16 წლის გახდით, საკუთარი სახლი დატოვეთ და პაფოსის ეპარქიაში წახვედით. დადგა ჟამი, როდესაც პირველად ესტუმრეთ სტავროუნის სავანეს. რა მოხდა იქ? როგორც უკვე აღნიშნე, პაფოსის მეტროპოლიაში შევხვდი ერთ მღვდელ მონაზონს, რომელმაც პატერიკებისა და ღირს მამათა დიდი სამყარო გამიხსნა. მან მიჩვენა სტავროუნის სავანე როგორც სახე და ნიმუში მონასტრისა. როდესაც მე-10 კლასში ვიყავი, 27 დეკემბერს, ჩემს ლიმასოლელ მეგობრებთან ერთად პირველად წავედი სტავროუნის სავანეში. სკოლის მოწაფეები ვიყავით. იმდროინდელი სატრანსპორტო საშუალებით გარკვეულ ადგილამდე მივედით. შემდეგ კი სტავროუნისკენ მიმავალ გზას ფეხით გავუტეკით. იმ ადგილიდან, სადაც ავტობუსმა დაგვტოვა, დაახლოებით 2 საათი ვიარეთ. რადგან მაშინ სავანეს არ ჰქონდა ისეთი გზა, როგორც დღეს აქვს. უბრალო სოფლის მიწიანი გზა იყო. უпростоრად შეიძლება ითქვას, რომ ერთი ბილიკი მიუყვებოდა. მართლაც სტავროუნი დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რადგან ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიხილე ის, რასაც პატერიკების კითხვისას გონებაში წარმოვიდგენდი. ვიხილე მოღვაწე, სათნოება მოსელი, უპოვარი, შრომელი მონაზვნები, სწორედ ისეთი მამები, როგორებიც პატერიკებში აღწერილი. სტავროუნის სავანის მთის ფერდობზე დღემდე არსებობს ერთი მეტოქიონი, რომელშიც სავანის მამათა უმეტესი ნაწილი მკვიდრობდა, რადგან სამეურნეო საქმიანობაც იქ ჰქონდათ. ზემოთ მთის წვერზე, სადაც სავანეა გაშენებული, ფრიალო კლდეა. მამები კი ქვემოთ მეტოქიონში შრომობდნენ. შეიძლება ითქვას, იქ ვიხილე დიდი სამონასტრო კრებული, თითქმის ყველანი ხანში შესულები იყვნენ, მაგრამ ეს მართლაც რაღაც უნიკალური, გონებით მიუწვდომელი იყო. იქაური მამები ძაძებით იყვნენ შემოსილნი. თითქმის ყველას სამხედრო ჩექმები ეცვა. წელზე მონაზვნური სარტყლები ჰქონდათ შემორტყმული და შრომისგან ხელები დაკოჟილი ჰქონდათ. პირველად იქ შევხვდით სავანის წინამძღვარ გერმანეს, წმინდა ბერს, რომელიც იყო და არის ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი წმინდა ადამიანი. იგი იმდროინდელი დედათა სავანეების სულიერი მოძღვარიც გახლდათ. მას მეტოქიონისკენ მიმავალ გზაზე შევხვდით. არ ვიცოდით ვინ იყო. შევნიშნეთ ძონძებით შემოსილი ერთი მონაზონი, რომელიც ტრაქტორით ნაკვეთში მიდიოდა. ხელზე ვემთხვიეთ და რადგანაც წინამძღვრის ნახვა გვინდოდა, ვკითხეთ: მამო, აქ ვინ არის წინამძღვარი? ვიღაც გერმანეო, გვიპასუხა და წავიდა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ თავად ის იყო მამა გერმანე და არც მას უთქვამს მე ვარო. შემდეგ მღვდელ მონაზონ ლაზარეს შევხვდით. კიდევ ერთ გამორჩეულ და სათნოება მოსილ სულიერ მოძღვარს. ასევე მღვდელ მონაზონ სტეფანეს და დაახლოებით 15-ოდე მონაზონს, რომლებიც იქ მუშაობდნენ. მათ უხვი სიყვარულითა და დიდი სიმდაბლით გვიმასპინძლეს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მეტოქიონის უბრალოებამ, სისადავემ და მონაზონთა მიმღებლობამ. ისინი ყველაფერში თავად გვემსახურებოდნენ. ჩვენ ყმაწვილები ვიყავით, ისინი კი სადილს გვიმზადებდნენ. შემდეგ საღამოს ტრაპეზს სიყვარულით გვესაუბრებოდნენ და ყველაფერზე ზრუნავდნენ. მართლაც რომ სულის შემზრველი მოვლენა იყო. შემდეგ მთის მწვერვალზე სავანისკენ მიმავალ აღმართს გავუდექით. დაახლოებით საათნახევრის სავალი გზა იყო. ჩვენს უსვლელობას ავდარიც დაემთხვა, ღრუბელი იყო ჩამოწოლილი და ნისლით ვიყავით გარემოცულნი. ჩვენაირი განებივრებული ახალგაზრდებისთვის საკმაოდ დამქანცველმა მგზავრობამ როგორც იქნა მონასტრამდე მიგვიყვანა, რომელიც მთის მწვერვალზე ციხესავით იდგა. იქ რამდენიმე მონაზონთან ერთად ღირსი მამა, მღვდელ მონაზონი ათანასე ცხოვრობდა. მუდმივად იქ მკვიდრობდა, აღასრულებდა ლიტურგიას და ხალხისგან აღსარებებს იღებდა. მონასტერთან რომ მივედით, თაყვანი ვეცით პატიოსან და ცხოველს ყოფილ ჯვარს. გვეჩვენებოდა, რომ არაამქვეყნიურ გარემოში ვიმყოფებოდით. მონასტერი ღრუბლებში იყო ჩაფლული და
ბუნების სილამაზით გარემოცულია. პირველად იქ შევხვდი ბერ ათანასეს. ეს შეხვედრა მართლაც რომ დიდი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში. რადგან მასთან აღსარებავ თქვი, ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ იღებდა აღსარებას თავის სენაკში, რომელიც ტაძრის მახლობლად მდებარეობდა და სადაც ცხოვრების ბოლომდე ცხოვრობდა. ეს იყო ერთი სადა და ძალიან ღარიბული სენაკი, სადაც მთელ ზამთარს ყოველგვარი გათბობის გარეშე ატარებდა. დეკემბრის თვე იდგა. იქვე ქრისტეს ჯვარცმის ხატი ჰქონდა, რომელთანაც სანთელი-ენთო. თავად კი იჯდა და აღსარებებს იღებდა. იგი ბევრს არ საუბრობდა, მხოლოდ მცირედით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მის პიროვნებაში და ზოგადად იმ სავანის გარემოში მართლაც დიდი მადლი იყო დავანებული. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმანაც, რომ როცა შენდობის ლოცვის წასაკითხად მუხლი მოვიყარეთ, დავინახე, რომ ფეხებზე უხეშია სამხედრო ჩექმები ეცვა. სავარაუდოდ იქაური კლდოვანი გარემოს გამო. ბერი სავანის მცირე ბაღში ფიზიკურად მუშაობდა და შრომისგან ხელები დაკოჟრილი ჰქონდა. სულ რამდენიმე სულიერი შინაარსის წინადადება გითხრა, მაგრამ საღვთო მადლი უხვად გადმოგცა. ჩვენ ყველანი, მეც და ჩემი კლასელებიც საღვთო მადლით აღვივსეთ, თაყვანი ვეცით პატიოსან ჯვარს, შემდეგ მოძღვარმა სატრაპეზოდ მიგვიწვია და შუადღით მის მიერვე მომზადებული სადა ტრაპეზი ვიხმიეთ. შემდეგ სწრაფად ჩამოვედით მთის მწვერვალიდან და კვლავ წმინდა ბარბარეს მეტოქიოში მივედით. იმ დროს მწუხრის ლოცვა მიმდინარეობდა და მივხვდი, რომ ეს ნამდვილად პატერიკებში აღწერილ მონაზონთა კრებული იყო. დაახლოებით 17-18 კუნკულით შემოსილი მონაზონი იდგა მწუხრის ლოცვაზე. მახსოვს ბერი ნიკანდრე, მამა აკაკი, დიაკონი სებასტიანი, დიაკონი ეგნატე, მამა მაკარი, მონაზონი ანდრია, მიქაელი და სხვა მრავალი იქ მყოფი. აღასრულეს მწუხრი სადად, მდაბლად და დახვეწილად. ყველაფერს კითხულობდნენ, რაც მსახურება შეეწერა. ჩვენთვის ერში მცხოვრებთათვის ლოცვის ასეთი სულისკვეთება უჩვეულო იყო. მწუხრის შემდეგ თავაზიანად გაგვიმასპინძლდნენ და ფეხით გაუდექით ნიქოზიისკენ მიმავალ გზას, სადაც ტაქსი ავიყვანეთ და ჩვენს ქალაქში დავბრუნდეთ. ის ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან პრაქტიკაში დავინახე ის, რასაც პატერიკებსა და ევერგენტინოსში ვკითხულობდი. ეს წიგნები პაფოსის ეპარქიაში მისვლისას წავიკითხე. მანამდე არაფერი ვიცოდე. მონაზნობა კი მსურდა და ვფიქრობდი კიდეც ასეთი სახის მოღვაწეობაზე, მაგრამ ხელშესახებად არასდროს მენახა და არც არავის უთქვამს ჩემთვის ამის შესახებ. ეს იყო რაღაც, რაც თავისთავად იდო ჩემს გულში. როგორც იცით, სიყმაწვილის წლები ისეთი ასაკია, რომელიც ოცნებებს გზავს და მშვენიერ წარმოდგენებს გვისახავს. მას შემდეგ 3 წლის განმავლობაში თითქმის ყოველ ერთ-ორ კვირაში ვსტუმრობდით სტავროუნის სავანეს. შაბათ-კვირას პაფოსის მიტროპოლიდან ტაქსით მივდიოდი ნიქოზიაში, იქიდან კი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ფეხით ავდიოდი. ახალგაზრდა ვიყავი და შემეძლო. სირბილით ავდიოდი და ვტკბებოდი იმ მადლის სიმდიდრით, რომელიც იქაურ მამებში, ბერ გერმანიაში, ბერ ათანასესა და დანარჩენ მამებში მკვიდრობდა. მაშინ 1973 წლის დეკემბრის თვე იდგა. მომდევნო წლის იანვარში ანაფორეთ შემოსეს და მკითხველად დამადგინეს. 1974 წელს კი კვიპროსზე თურქები შემოიჭრნენ და ჩვენ ქვეყანას რთული დრო დაუდგა. თურქების შემოჭრის შემდეგ, როცა სტავროუნის სავანეში მივედი, ბერი ათანასე კვიპროსისათვის გულმხურვალედ ლოცულობდა. სავანის აივნიდან თურქების მიერ დაპყრობილი ყველა რეგიონი გვიჩვენა და თავისი სამშობლოსათვის თვალცრემლიანი ლოცულობდა. მისი ძმა უგზო-უკლო დაიკარგა, მისი მშობლები ნეტარხსენებულნი მონაზონი გრიგოლი და მონაზონი ელენე მონასტერში წავიდნენ და იქ ცხოვრობდნენ. თავად ბერი ათანასე კი მხურვალედ ლოცულობდა კვიპროსელი ხალხის სავალალო და სამწუხარო მდგომარეობის გამო. განვლო 2 წელმა და 1976 წელს 18 წლის ასაკში მოძურის კურთხევით დიაკვნად დამასხეს ხელი. იმ დროს კვიპროსზე ასეთი წესი იყო, ეპისკოპოსები ყმაწვილებსაც აკურთხებდნენ და მეც ამ ადგილობრივ წესს მივყევი, რადგან ჯერ სხვა არაფერი მქონდა გონებაში. მაშინ ბერ იოსებთან იყავით თუ ბერ ათანასესთან? ბერ ათანასესთან. რა კი ბერი იოსები ახსენეთ, ვიტყვი იმასაც, რომ როდესაც 1973 წელს პაფოსის ეპარქიაში მივედი, ზემოთხსენებულმა უღდელმონაზონმა ათონის მთის შესახებ მომიყვა და მითხრა, რომ არსებობს ერთი ადგილი, რომელსაც ათონის მთა ჰქვია. მაშინ მე არაფერი ვიცოდი ათონის მთის შესახებ. და რომ იქ არიან მოღვაწე მამები, მითხრა გონებისმიერი ლოცვის და სკვნელის შესახებ.
შემდეგ ბერი იოსების მისამართი მომცა მისთვის წერილი რომ იმეწერა და ათონის მთიდან სკვნელი გამოეგზავნა ჩემთვის. იმ დროს კვიპროსზე არ არსებობდა სკვნელები. ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცოდი სად უნდა მეპოვა. 1973 წლის სექტემბერში გავაგზავნე წერილი, რომელშიც ვთხოვდი ბერი იოსებს, რომ ჩემთვის ერთი სკვნელი გამოეგზავნა, მეტი არაფერი. თან მაშინდელი კვიპროსული ფულის ერთეული 15 სელინი ჩავდე კონვერტში. იმ დროს ბერი იოსები გასული იყო მთიდან, თანაც მაშინდელ ეპოქაში დანიშნულების ადგილამდე წერილის მისვლას საკმაო ხანი სჭირდებოდა. წარმოიდგინეთ, ჩემი, ასე ვთქვათ, ზედაპირულობა, როცა დაახლოებით 20-25 დღეში მღელვარებით ველოდი პასუხის მიღებას. ბერს პასუხი არ მოუწერია და მეორე წერილის გავუგზავნე, რომელშიც შეურაცხყოფა მივაყენე. წერილი მოგწერეთ და არ მიპასუხეთ, თანაც გამოგზავნილ ფულით დაიტოვეთ. გთხოვთ ფული უკან გამომიგზავნოთ მეთქი. აი ასეთი ჭკუა მქონდა მაშინ და ამ დონეზე ვაზროვნებდი. ბერმა იოსებმა 1973 წლის 3 ნოემბერს გამომიგზავნა პირველი წერილი, რომელსაც დღემდე ვინახავ. ეს იყო წერილი, რომელმაც დიდი მადლი და სიხარული გადმომცა. ეს იყო ტკბილი და საოცარი წერილი. წმინდა იოსებ ისიქასტის საძმოს მამები ასეთ წერილებს წერდნენ. გამომიგზავნა ერთი სკვნილი, ერთი ბროშურა, რომელშიც სიკვდილის საიდუმლო საზვერები იყო აღწერილი და მცირეოდენი საკმეველი ათონის მთიდან, რომლებიც ისე მივიღე როგორც წმინდა ნაწილები. თუმცა რაღაც ეშმაკეული დამთხვევით სკვნელი იმავე დღეს დავკარგე. არ მახსოვს სად დავდე, შეიძლება დამივარდა, ან ვინმე მომპარა, ზუსტად არ ვიცი. შემდეგ მეორე წერილი გამომიგზავნა და იმ დროიდან დაიწყო ბერი იოსებთან ჩემი წერილობითი ურთიერთობა. მაშინ 15-16 წლისა ვიყავი. ბერი იოსები ნეასკიჩში ცხოვრობდა და წერილებს ძალიან ხშირად მწერდა. ეს წერილები ვატოპედის სავანესაც აქვს და მგონი ბერი იოსების ბიოგრაფიაშიც გამოიყენეს. ასე დაიწყო ამ ღირსეული ბერების გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში. ბერ ათანასესთან აღსარებითმა ურთიერთობამ და ბერი იოსების მამობრივმა სიყვარულმა აგრძნობინა ის მადლი, რომელიც როგორც ყმაწვილს ძალიან მჭირდებოდა, რათა შემძლებოდა მეულო იმ გზით, რომლის შედგომაც ჰქონდა გადაწყვეტილი. ყოველივე ეს ხდება მაშინ, როცა ჯერ კიდევ პაფოსის მიტროპოლიაში იყავით, ხომ? დიახ, პაფოსის მიტროპოლიაში. იქ საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ. საკმაოდ რთული იყო, რადგან პირველ წლებში თავი იჩინა მრავალმა პრობლემატურმა საკითხმა. მთავარეპისკოპოსი მაკარი, სახელმწიფო გადატრიალება, თურქების შემოჭრა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო, ძალიან რთული. ადამიანურად სრულიად უარყოფითად შევაფასებდი ამ მოვლენას. თუმცა ჩემთვის დაბრკოლება არ შეუქმნია და არც რაიმე ზიანი მოუყენებია. მიტროპოლიტი ძალიან კარგი და გამორჩეული მღვდელმთავარი იყო, რომელსაც არასდროს არაფერში დაუბრკოლები ვარ. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ხსენებული ორი მოძღვარი იმდენად შთამაგონებდნენ, რომ სხვა ყველაფერი ჩემთვის უმნიშვნელო იყო. დიაკვნად მაკურთხა პაფოსის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოს პირველმა. შემდეგ კი თესალონიკში წავედი. 1976 წლის სექტემბერში ლიმასოლიდან გემით გავემგზავრე პირიაში, იქიდან კი თესალონიკში. რამდენიმე დღეში თესალონიკში ჩავედი და ჩემი პირველივე საზრუნავი ათონის მთაზე წასვლა იყო. მანამდე ათონის მთის შესახებ მრავალი ადამიანისგან მსმენოდა. მამა ათანასეს სტავროუნელისგან, სტავროუნის სავანის მამებისგან და შესაბამისი წიგნებიც ჰქონდა წაკითხული. ჩემზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შემდეგმა მოვლენამ. ერთხელ ინგლისში მცხოვრები ერთი კვიპროსელი ბიჭი მოვიდა და მითხრა, რომ როცა ათონის მთაზე მოსალოცად იმყოფებოდა, ერთი კვიპროსელი ბერი იოსებს გულისხმობდა, კრებულში ცხოვრობდა. ამ ბიჭმა თავისი უბრალოებით მიამბო, რომ იმ საძმოს მამები მთელი ღამე მღვიძარებენ, შუაღამით წირვას აღასრულებენ და ეზიარებიან. ლოცვის დროს ცრემლის დიდ, ბერიც მთელი ღამე ცრემლებით ლოცულობსო. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მინდოდა ყოველივე ეს ახლოდან მენახა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტავ რატომ ვზდი ცრემლი, რა დაემართად? ცრემლს რატო ღვრიან მეთქი? ვერ ხვდებოდი ამას. ათონის მთაზე 1976 წლის ოქტომბერში მივედი. მიუხედავად იმისა, რომ იქ წასვლის დიდი წადილი მქონდა და ხურვალ ერწმენით მივედი, იქ ყოფნისას დიდი განსასწრელი დამატკდა თავს. პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ დაფნიში ჩასულს ერთგვარი დემონური ენერგია დამეუფლა და მაბრკოლებდა ყველაფერი, რასაც გარშემო ხედავდი. მონაზვნები აქეთ-იქით მიიჩქაროდნენ თავიანთ საქმეებზე, ხვიროდნენ, ხმამაღლა საუბრობდნენ,
იცინოდნენ, ყოველივეს მონაზდური მოქალაქობის საპირისპიროდ მომეჩვენა. მე სტავროუნის სავანის ცხოვრების წესს ვიყავი შეჩვეული. ამ მხრივ ბევრი ათანასე მკაცრად წესრიგის დამცველი მონაზონი იყო. არასდროს იცინოდა. მხოლოდ თუ გაიღიმებდა, ცოტას ლაპარაკობდა და ჩვენს გვასწავლიდა, რომ ბევრი არ გველაპარაკა, უზომოდ არ გვეცინა, არ ყოფილიყავით მოჩქარენი და საუბრისას დიდი ყურადღება მიგვიქცია სიტყვებისათვის. ძალიან მოწესრიგებული მონაზონი იყო. იქ დაფნიში სრულიად განსხვავებული მონაზნობა ვიხილე. უბრალო ადამიანები იყვნენ, გარდა ამისა ყვიროდნენ და თავიანთ ტვირთს ავტობუსში ტვირთავდნენ. ასეთი სურათი ძალიან შეუსაბამოდ მომეჩვენა. თანაც წინა ღამით, როცა ურანოპოლიში ჩავედი, არ ვიცოდი, რომ ათონის მთაზე შესასვლელი საში უნდა ამეღო და როგორც კვიპროსელი უცხოელად მივიჩნეოდი. როცა გემთან მივედი, ჩაჯდომის უფლებას არ მაძლევდნენ. მაშინ ერთმა მონაზონმა, მამა ანდრიამ, ნიასკიტის აბრამიელთა კალივიდან ხელი მტაცა და გემში ძალით ჩამსვა. ამის გამო მესაზღვრეებთან შელაპარაკებაც კი მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს სასიკეთოდ მოიმოქმედა, არ მომეწონა ეს შელაპარაკება. დავიძარეთ მცირე იგალქნიანი გემით. იმხანად ეს იყო ათონისთვისკენ გადაადგილების მთავარი საშუალება. 10 დრაქმა გადავიხადეთ. გემის ხის დახზე ვისხილით. მარტო იყავით? არავინ გახლდათ? დიახ, მარტო, 18 წლისა, თითქმის 19-ის. უცნობი უცნობთა შორის. გემზე ვხედავდი, რომ მონაზვნები სადაც კი ადგილს იპოვიდნენ, სხდებოდნენ და სკვნილზე ლოცულობდნენ. ზოგიერთი საუბრობდა კიდეც და მონასტრებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ამბავს ყვებოდნენ. იქ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა, რომელიც კუთხეში იჯდა და სკვნილზე ლოცულობდა. საიდან არის ეს მონაზონი? იკითხა ვიღაცამ. განა ვერ ხვდები? რა კი არ საუბრობს, ფილოთეოსის მონასტრიდან იქნებაო. უპასუხა მეორე. ის მონაზონი ლოცულობდა და ხმა არ ამოუღია. ეს იყო მღვდელ მონაზონი ფილოთეოსი, კარაკალოს სავანის ამჟამინდელი წინამძღვარი, რომელიც იმხანად ფილოთეოსის სავანეში ცხოვრობდა. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა მონაზნის პასუხმა, რადგან არ საუბრობს, ფილოთეოსის მონასტრიდან იქნებაო და ეს ფაქტი გონებაში აღვიბეჭდე. როგორც იქნა დაფნიმდე მივახციეთ. შემდეგ კარიერში ავედით და დიამონი ტირიონი ავიღეთ. უკვე შუადღე იდგა. მე ფილოთეოსის მონასტერში მინდოდა წასვლა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა წავსულიყავი. იქვე მითხრეს ერთი მანქანა არის, რომელიც შეიძლება წავიდესო. მივედი მაღაზიებთან. მაშინ იქ დიაკონი დიონისე ფირფირისი იყო, სადაც საეკლესიო ნივთებს ყიდნენ და მანქანის შესახებ გვითხრე. მითხრეს ესესაა წავიდაო. ესესაა წავიდაო, ახლა რა უნდა ვქნა? ამ დროს მაღაზიაში დიდი სკვნილები დავინახე. ეს რა არის, სკვნილები? მეკითხები. დიახ, მიპასუხა ერთმა. ძალიან დიდია? კიდევ ვკითხე. ბერმა კოზმა მომიგო, 300 კვანძისგან შედგება, არ არის დიდი. ამას მონაზვნები თავიანთი კანონის შესასრულებლად იყენებენო. გამაუცა ამ ხელასკვნელმა და ვკითხე, ამდენს ლოცულობენ მონაზვნები ყოველ ღამე მეთქი? ბურაზერში, სადაც შენი თანამემამულეები იოანიკე და იოსები არიან, ასე ლოცულობს ბერი ხარლამპიო, მიპასუხა მან. როგორ მივიდე იქ? ვკითხე მე. ახლა შუადღით ისვენებენ. მოდი, ჩვენს კალივაში წაგიყვანთ, იტრაპეზე დაისვენენ და შემდეგ, როდესაც ისინიც უკვე ფეხზე იქნებიან, მაშინ წადიო, მითხრა. ბერ კოზმასა და დიაკონ დიონისესთან ერთად იქვე კარიესში, წინასწარმეტყველი ილიას სახელობის კელიაში წავედი. შევედით კელიაში. მე სრულად დაბნეული ვიყავი, ვერ ვაცნობიერებდი სად ვიყავი. შედი ეკლესიაში, მიესალმე და მოდი ვიტრაპეზოთო. მითხრა მამა კოზმა. არ ვიცოდი რას ნიშნავდა მისალმება. კვიპროსზე არ ვჩვევია ასეთი ფრაზები. მეგონა ეკლესიაში იყო ვინმე და მას უნდა მივსალმებოდი. მეც შევედი ეკლესიაში, მიმოვიხედე გარშემო. ვერავინ დავინახე და გამოვედი. მიესალმე? მეკითხება. ეკლესიაში არავინ არის მეთქი, უპასუხე. მიხვდა რომ გულუბრყვილა ვიყავი და ვერ ხვდებოდი რას გულისხმობდა. წადი, იქ ერთი ბერი კაცია და მიესალმეო. თურმე წინასწარმეტყველ ილიას გულისხმობდა. კვლავ შევედი ეკლესიაში, დაუწყე ზებნა ბერი კაცს. ვერ ვიპოვე და ისევ გამოვედი. მეკითხება, იპოვე ბერი კაცი? ეკლესიაში არავინ არის მეთქი, უპასუხე. აბა წამომყევი შეჩერჩეთო. მითხრა ხელი ჩამჭიდა და ხატთან მემიყვანა. მეტანია გააკეთე და თაყვანი ეცე ხატს. მითხრა მან. აი ამას ნიშნავდა თურმე მისალმება. მაგრამ მე ვერ ხვდებოდი.
ეს იყო პირველი ცივი შხაპი. მეორე, როცა სატრაპეზოდ წავედით. მკითხეს, რა სწავლობ? საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტი ვარ მეთქი, უპასუხე. ძალიან კარგი. რა კი საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტი ხარ, შენ თქვი სათქმელიო, მითხრა დიაკონმა დიონისემ. მე გავიკვირვე, სათქმელი? რა სათქმელი? ამბანი ვთქვა? რადგანაც საღვთისმეტყველოს სტუდენტი ვიყავი, ვიფიქრე ალბათ რამეს სიტყვა უნდა მეთქვა, როგორც განსწავლულს. შევწმუნდი, სათქმელი თქვი შვილო, სათქმელი, გამიმეორა. რა სათქმელი უნდა ვთქვა? რა და მამაო ჩვენო. ბოლოს როგორც იქნა, ამოვღერღე, მამაო ჩვენო. ვიტრაპეზეთ, მცირე ხნით დავისვენე. შემდეგ კი კარიერში პროტატთან წავედით და იქ შევხვდით ბერი იოსებს. ეს არის ბერი იოსები, შენი თანამემამულე. ტრაქტორით კალიაგრიამდე მიდის და ბურაზერამდე წაგიყვანს. მითხრა ბერმა კოზმამ. როცა ბერი იოსების შესახებ მესმა, მივხვდი რომ ის იყო, ვისთანაც მიმოწერა მქონდა. პირველად ხედავდი მას. მივედი, მეტანია გაუკეთე და ვკითხე. მამო, კვიპროსიდან ხართ მეთქი? დიახ, პაფოსიდანო, კერძოდ დრუსიიდან. მიპასუხა და მკითხა. შენ რომელი ხარ? ათანასე მქვია, ლიმოსოლიდან ვარ, დიაკონი, უპასუხე. მაშინ მკითხა. ვინმე ანდრია ნიკოლაუს ლიმასოლიდან იცნობ? მე მგულისხმობდა, რადგან მისთვის ჯერ არ მქონდა მიწერილი, რომ დიაკვნ დამასხეს ხელი და სახელი შემიცვალეს. არა, არ ვიცნობ, უპასუხე მე. უცნაურია რომ არ იცნობო, მითხრა. მე არაფერი მithქვამს. არ ვიცი რა მიზეზით არ მსურდა მისთვის საკუთარი თავის გამჟღავნება, რომ მე ვიყავი ის, ვისთანაც მიმოწერა ჰქონდა. რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ ვქონია მიმოწერა, რადგან ბერი იოსები კუტლუმში სავანეში იყო გადასული და ბევრი საქმეები ჰქონდა. თანაც მეც ზედაპირულ წერილებს ვწერდი, მხოლოდ მოსაკითხად და მეტი არაფერი. დავეშვით ბურაზერისკენ. აი, აქ არის ბურაზერი, მითხრა და ჩავედი. ვერავის მოუკარი თვალი. ყველანი სრულ მდუმარებაში იყვნენ. როცა ბერი იოსები უკან ბრუნდებოდა, მე გზაზე მივდიოდი და კუტლუმში სავანეში წამიყვანა. მონასტერში საღამოს ტრაპეზის დროს მივედით. მაშინ კუტლუმში სავანე დაშლილი მონასტრული ტიპიკონიდან ამოვარდნილი იყო. ტრაპეზზე ბალახეულის უზეთო წვნიანი იყო. ცხოვრებაში პირველად უჭამე მსგავსი რამ. პირს ვერ დააკარებდი, ისეთი საშინელება იყო. ცირედი ვიხმიე. შემდეგ სერობის ლოცვაზე წავედით. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ყველაფერი ძალიან ბნელად მომეჩვენა. სერობის შემდეგ ბერმა იოსებმა მე და კიდევ 2-3 სტუმარს გითხრა, რომ მოგვიანებით თავის სენაკში გაგვესაუბრებოდა. ჯერ ოთახში წავედით დასასვენებლად. შემდეგ კი ბერის სენაკში მივედით. იქ ბერი სხვადასხვა სულიერ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრებოდა. საინტერესო საუბარი იყო, მაგრამ მე ერთგვარი უარყოფითი განწყობა მქონდა მის მიმართ. იგი არ ჰგავდა ბერ ათანასეს, უფრო ახალგაზრდა და დინამიური იყო. საუბრის თავისებური განსხვავებული სტილი ჰქონდა, რომელიც მუხტის მომცემი იყო. საუბრის დროს ვკითხე, მამაო, არ გიფიქრიათ კვიპროსზე წასვლა და კვიპროსისათვის დახმარების გაწევა? შვილო, ჩემ წინ საკუთარ საფლავს ვხედავ და შენ კიდევ კვიპროსის შესახებ მეკითხები? აი, აქ არის ჩემი საფლავი და მას უყურებ ყოველდღიურად, მიპასუხა მან. მე კიდევ საფლავის ზებნა დავიწყე და ჩემთვის ფიქრობდი, სად არის მეთქი? მეგონა რომ ხალიჩის ქვეშ იყო. ვიფიქრე, ალბათ საფლავი გახსნა და შემდეგ ხალიჩა გადააფარა, რომ არ გამოჩენილიყო მეთქი. ასეთი გულუფრხილო ვიყავი. ღამით იქ დავრჩით. ბერმა გვითხრა, დილით წირო გვექნება და ვისაც ზიარება სურს, მოემზადოსო. ღამით თვალი საერთოდ არ მომიხუჭავს. მძაფრი დემონური ზემოქმედება მქონდა. ეშმაკმა მთელი ღამე თავდაყირა დამიყენა. ბოლოს როგორც იქნა, ზარმა დარეკა და ტაძარში ჩავედით. იქ დამხვდა ერთგვარი სანახაობა, რომელსაც ახლა ძალიან ხატოვნად და მშვენივრად ვიგონებ. თუმცა მაშინ ჩემთვის რაღაც უჩვეულო იყო. პირველად ხედავდი მსგავს რაღაცეებს. ასე მაგალითად, მღვდელმონაზონის სოფრონი ძალიან მსუქანი იყო. იგი მორიგი მღვდელი იყო, განდლებს ანთებდა და იმავდროულად შუაღამიანს კითხულობდა. რაღაც დროს სკუფია ძირს დაუვარდა და ხმამაღლა დაიწყო. ჩემი სკუფია, ჩემი სკუფია. ტაძარში ერთგვარი აურზაური იყო. ხანში შესული მონაზვნები მიდი-მოდიოდნენ და საუბრობდნენ. ყოველივე ეს ტაძარში სიარული, გადაადგილება, ლაპარაკი.
უცნაურად მეჩვენებოდა. სხვა წესგანგებას ვიყავი შეჩვეული და სხვა სურათს ველოდი. ალბათ სრული იმედგაცრუება დაგეუფლათ. სრული იმედგაცრუება. მსახურების დროს ერთი-ორჯერ ძალიან უსიამოვნო განცდა დამეუფლა. ლიტურგია მღვდელ მონაზონმა სოფრონმა საკმაოდ ნაჩქარევად აღასრულა. ბოლოს თქვი, რომ აქედან წავალ და ამ ადგილას ფეხს აღარ დავდგამ მეთქი. მსახურებაზე ხანში შესულმა მონაზვნებმა იგალობეს და როგორც კი ლიტურგია დასრულდა, ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და ერში გასასვლელად კარიესში წავედი. იქ კარიესში ბატონ ფუნდულის უნივერსიტეტის ლიტურგიკის პროფესორს შევხვდი. გამოვეცნაურეთ ერთმანეთს. მითხრა, პროფესორი ვარო. სად იყავი ღამით სად დარჩი? კითხა. კუტლუმუშის მონასტერში მეთქი, უპასუხე. იქ ბერი იოსებია, გაიცანი? დიახ, გავიცანი, მაგრამ საერთოდ არ მომეწონა მეთქი. პირდაპირ ასე ვუთხარი. რატომ არ მოგეწონა? იმიტომ არ მომეწონა, რომ დაძაბულად საუბრობდა და მითხრა ათონის მთაზე დარჩიო. გამოდმებით მეკითხებოდა, რა მერქვა ერში, რა იყო ჩემი საერო სახელი. მე კიდევ ანდრიას ნაცვლად ანტონი მეთქი ვეუბნებოდი. 5-6 ჯერ დამისვა ეს შეკითხვა. ბოლოს ბატონმა ფუნდულისმა მითხრა, მამაო, შეცდომა დაუშვი. მამა იოსები წმინდა კაცია და ძალიან კარგი ბერიაო. მისი ნათქვამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. ათონიდან სრულიად იმედგაცრუებული გავედი და თქვი, აქ აღარასდროს მოვალ მეთქი. რადგან სულიერად ჩამოშლის მდგომარეობაში იყო. მართლაც ასე იყო, როგორც იმხანად ჩანდა. დავბრუნდი თესალონიკში, მივედი უნივერსიტეტში, მაგრამ იქ შესulis პირველი დღიდან ყველა ჩემი თანაკურსელი ათონის მთის შესახებ საუბრობდა. მე მრცხვენოდა იმის გამხელა, რომ ათონზე ვიყავი და იმედგაცრუებული დავბრუნდი. ვისმენდი, რასაც ყვებოდნენ და მე კიდევ არ ვამბობდი, რომ არ მომეწონა და უკმაყოფილო დავრჩი. ვთქვი მხოლოდ ის, რომ ერთი დღით ვიყავი და გარკვეულ მიზეზთა გამო მეორე დღეს დავბრუნდი. ასე რომ გადავწყვიტე, კვლავ წავსულიყავი ათონზე იმ თანაკურსელებთან ერთად, რომლებიც უკვე კარგად იცნობდნენ იქაურობას. ზუსტად მახსოვს 6 ოქტომბერი იყო, ძველი სტილით, წმინდა მოციქულ თომას ხსენება. შევედით ათონის მთაზე, ამჯერად სხვა მოცემულობით. ახლა უკვე იმ ბავშვებთან ერთად ვიყავი, რომლებმაც წინ და წინ შემამზადეს აქ მოგზაურობისთვის. ცხადია, ჯერ კარიესში მივედით. ავიღეთ დიამონიტირიონი, შემდეგ დაფნში დავბრუნდით. იქიდან კი იმდროინდელი იალქნიანი ხის გემით კარულისკენ ავიღეთ გეზი. მეუფეო, მომდევნო გადაცემაში გავაგრძელოთ. დიახ, დანარჩენი შემდეგ მოვყვეთ. დიდი მადლობა.